პრეზიდენტად დასახელებულია 6 კანდიდატი. როინ ლიპარტელიანი 45 წლის, საქართველოს აგრარული პარტიის თავმჯდომარე. პანტელეიმონ გიორგაძე 70 წლის, გენერალი, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი. ქართლოს ღარიბაშვილი 42 წლის, იურისტი, საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. ჯუმბერ პატიაშვილი 56 წლის, მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. აკაკი ბაქრაძე 67 წლის, ლიტერატორი, პროფესორი. ედუარდ შევარდნაძე 67 წლის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური. არჩევნებმა გვიჩვენა, რომ მთლიანობა დაკარგული, ეკონომიკა მოშლილი ქვეყანა, საარსებო საშუალებას მოკლებული ხალხი იმედის თვალით შესწევრის მომავალს. ქვეყნის ბედი კრიმინალებსა და კანონიერ ქურდებს უნდა გაერჩიათ და გადაეწყვეტათ. ისე კი ახლოს ვიდექით ასეთ ვითარებასთან და ავიცილეთ ეს უბედურება. დღეს ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეუძლია. ხალხს აღარ ეშინია. პრეზიდენტობის კანდიდატი ედუარდ შევარდნაძე ხმას აძლევს ნომერ მეორე საარჩევნო უბანში.